საქართველოს ეკონომიკა არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზარდი ეკონომიკა მსოფლიოში და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მიღწევა ესეთი ტიპის ეკონომიკური და იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა სრულად ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, დაბალი ვალის დონეს, დაბალი დეფიციტის დონეს, დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელს და მიზნობრივ მაჩვენებელთან ძალიან ახლოს ყოფ ინფლაციის პირობებში. ამ მიმართულებით საქართველო არის ძალიან გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა მე-20 დისკუსია, წლის განმავლობაში უკვე მეკითხე მაღალი რანგის დისკუსია ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დეტალურად ვრცლად მიმოიხილა ქვეყნის საფინანსო პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები, ფისკალური პოლიტიკა, ისევე როგორც შეეხო ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. ფინანსთა მინისტრმა ძალიან დეტალურად ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ბიზნესსა და ხელისუფლების კომუნიკაციაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დისკუსია წარიმართა ერთხელ საქართველოს პარლამენტის ჩართულობით, ისევე როგორც ბიზნეს სექტორის აქტიური მონაწილეობით. ჩვენ ვნახეთ დღევანდელ დისკუსიაზე, თუ რამდენად გახსნილია ხელისუფლება ბიზნესთან დიალოგისათვის და ასევე რამდენად მზად არის ხელისუფლება გადაჭრას და იმუშაოს იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არის აქტუალური, რომელიც არის გამოწვევა და რომელიც არის ამავდროულად ახალი შესაძლებლობა ბიზნესთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მინდა აღნიშნო, რომ ქვეყნის საინვესტიციო და ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდასკენ, ასევე მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ტემპები, რომელიც ჰქონდა ბოლო 4 წლის განმავლობაში და მიგაჩნია არსებობს კონკრეტული ეკონომიკური სექტორები, მაგალითად, როგორიც არის ტურიზმი, როგორიც არის ენერგეტიკა, როგორიც IT ტექნოლოგიები, როგორიც არის ლოგისტიკა და ტრანსპორტი, სადაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის ეკონომიკის განვითარების და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და საინვესტიციო პოლიტიკა მიმართული იქნება სწორედ ამ სექტორების განვითარებისკენ. სწორედ ასეთი ფორუმები განაპირობებს და არის კარგი საშუალება ერთმანეთთან დისკუსიის, აზრების გაცვლის, შემდგომი ასე ვთქვათ პერსპექტივების დანახვის, რომელიც როგორც ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს ხელს უწყობს შემდგომი კიდევ უფრო ეფექტური განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის.